მათთან მობრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა კითხოთ სახალხო დამცველთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პარლამენტში. რა გავიგე რა მოხდა? რუსთავი დაგორგა? ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ბოლო პერიოდი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საუბარი. პირადად თქვენ რა პოზიცია გაქვთ და ვის მიიჩნევთ ღირსეულ კანდიდატად? ზოგადად ეს წარდგენილი კანდიდატებიც რომ შევაფასოთ, ქალბატონ გოგონა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მიმაჩნია, რომ სწორედ ის ფაქტი, რომ ასეთი გაცხოველებული დისკუსია სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ რეალური დემოკრატიის ფაზაში შევაბიჯეთ. იმიტომ რომ სრულად ახლობლები მეუბნებოდნენ ამის წინ, რომ ასეთი დისკუსიები ჩვენ არ გვახსოვს სახალხო დამცველთან დაკავშირებით. როგორც წესი, მე ჩემ თვალწინ, ასე ვთქვათ, ორი სახალხო დამცველი დაინიშნა და როგორც სადღაც რაღაც წრეებში მზადდებოდა კანდიდატურა, მე შემოდიოდა კანდიდატურა პარლამენტში და ფაქტიურად უალტერნატივო კანდიდატურა იყო ხოლმე. სწორედ ის ფაქტი, რომ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, თანაც მეტნაკლებად თანაბარ ავტორიტეტით რო სარგებლობენ, იმიტომ რომ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ძალიან მიუღებელია, ვთქვათ, ან საზოგადოებისთვის, ან პოლიტიკური პარტიებისთვის. სწორედ ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი. მე ყველა კანდიდატის მიმართ ძალიან დადებითი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ თავთავის სფეროებში, ზოგი არასამთავრობოში, ზოგი თქვათ ადვოკატურაში და სხვაში ძალიან კარგად ნამუშევრები არიან და არავის მიმართ სხვათა შორის საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რომ ეს იყოს თქვათ მანდამაინც ვიღაცის კაცი, ვიღაცას უნდოდეს დანიშნოს და არ ყავდეს მეტნაკლებად თანაბარი მხარდაჭერა ვერ ვიტყვით. ასე რომ მე მაგალითად დიდი ხანია ვიცნობ ლია მუხაშავრიას, იმიტომ რომ ერთად თანამშრომლობდით ერთი პერიოდი. ნაკლებად ვიცნობ თამარ გურჩიანს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად ახასიათებენ. ვიცნობ ცხადია დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავისი საპარლამენტო მოღვაწეობით, გელა ნიკოლაიშვილს თავისი უფლებადამცველი მონაწილეობით. ასე რომ მე ასე ვთქვათ ძალიან გამოკვეთილად რომ მქონდეს ვინმე მიმართ უარყოფითი დამოკიდებული არა მაქვს. კიდევ ჩამოვყალიბდები, იქნება მოსმენა, თითოეულთან შეხვედრა და მე მიმაჩნია რომ თითოეული მათგანი საკმაოდ წარმატებით მოახერხებს რომ გაუძღვეს იმ საქმეს, რასაც უფლებადამცველების მუშაობა ქვია საქართველოში. მოგესალმებით, ეკაწევწივაძე თაიმერჯე. ქალბატონო გუგული, თქვენ ხართ ახლა იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მთავრობაში, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. მას შემდეგ თითქოს წარსულში დაუბრუნდით, გულისხმობ იმას, რომ ისევ დაიწყო დევნილების შეჭრა, დენი ხშირად ქრება, ასე ხდება ქურდობები. რას უკავშირებთ ამას? მართვის სადავეები ბოლომდე არ აქვს ჯერ თქვენ გუნდს აღებული თუ ეს არის წინა ხელისუფლების პროვოკაციები? იცით თქვენ ფაქტიურად თითქმის უპასუხეთ ამ კითხვას, იმ გაგებით რომ ცხადია, ჯერ ახალი გუნდი სრულყოფილად არ არის ხელისუფლებაში მოსული. იმიტომ რომ ადგილებზე მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ახლა მე არ ვიტყვი რომ თქვათ ისინი კარგები, ცუდები, უპასუხისმგებლო, არაუპასუხისმგებლო, მართული, არამართული, მაგრამ ფაქტია რომ ისინი არ არიან ჩვენი კადრები. თუმცა მე მიმაჩნია რომ რაღაც დონეზე არც არის აუცილებელი ყველა კადრის შეცვლა. ვინც კეთილსინდისიერად მუშაობს და იმუშავებს, მან უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა. ასე რომ სწორედ ის რომ თქვა დევნილებს ამდენ ხანს არ გახსენებიათ 2 წლის წინ რომ გამოყარეს და ეხლა გაახსენდათ იმ თქვა თანაც ძალიან ზუსტად არის მიგნებული ის შენობები, სადაც შეიძლება შეჭრა. იმ გაგებით რომ ეს შენობები ეკუთვნის ისეთ თქვა ზოგან ეკუთვნის აი თქვა საავადმყოფოებია უკვე საავადმყოფოს პერსონალს აქვს შესყიდული ან გადაცემული თქვა არ არის კერძო მფლობელობაში ისეთი დაწესებულებები რაც სახელმწიფო მფლობელობაშია უფრო. ამიტომ ეს თითქოს დევნილებს ვიღაცა ეუბნება, სად უნდა შეიჭრას და იქ შედიან, სადაც შეიძლება მეტი შანსი ქონდეთ იმით, რომ იქიდან შეიძლება არ გამოყარონ რა. ასე რომ მე ცხადია, სხვათა შორის ჩვენთან იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის მქონე პირები, თქვათ იქ დევნილთა სამინისტროდან და სხვა ორგანიზაციებიდან გარკვეულად ასე მინიშნებებს აძლევენ და მართულიც არის ეს პროცესი. ცხადია, ეხლა ყველა დევნილი კი არ არის მართული, თქვენ იცით, იქ არის ორგანიზატორები, რომელსაც შემდეგ აყვებიან დევნილთა დანარჩენი ტალღა, იმიტომ რომ ყველა
ახლას უნდა, ზოგს უკვე თქვენ შეიძლება მიღებულიც აქვს ბინა და უკეთესი უნდა, ზოგ შეიძლება არა აქვს და თბილისში უნდა, რაიონში წასვლა არ უნდა და სხვა. მე არ გამოვრიცხავ ცხადია რომ ეს მართული პროცესია, ისევე როგორც მართული პროცესია ის პროცესები რაც რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო, იმიტომ რომ იქ უკვე სამლოცველო დიდი ხანია არის, მაგრამ ამდენ ხანს არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი და ეხლა. ესე იგი იცით რაში აქ არის ერთი რაღაცა, თვითონ ადამიანებსაც რაღაცა უგროვდებათ, აი როგორც დევნილს უნდა რომ ბინა კონდეს, მაგრამ პროვოცირება ხდება და თან შეიძლება იმის იმედიც აქვს, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეს ხელისუფლება მათ არ გაყრის, უსამართლოდ არ მოექცევა და უფრო მეტი შანსი შეიძლება იყოს, რომ დაკმაყოფილდეს. ასევე თქვენ იცით ის გამოსვლები რაც არის, თქვათ მემაღაროების და სხვა. ეხლა ეს არ არის ბუნებრივი ერთი მხრივ, რომ ნორმალურ ქვეყნებში ხდება ასეთი გამოსვლები, ადამიანებს თავისუფლებების დაცვა უნდა, მაგრამ ცოტა საეჭვია ის, რომ ზუსტად ახალი ხელისუფლების მოსვლის ერთი კვირის თავზე გაახსენდა ყველას და არ არის ის განცდა, რომ ეხლა მე არ მიყვარს სიტყვა ვაცალოთ, მაგრამ ახალი ხელისუფლება მართლა უნდა შევიდეს ხელისუფლებაში, რომ მან განაცხადოს, რომ სრულად ფლობს სიტუაციას და თქვენ იცით ეხლა რა სიტუაცია, რომ აღმასრულებელი ესე კადრები ადგილზე ჯერჯერობით არიან ისინი, რომლებიც ძალიან ადვილად შეიძლება არა მხოლოდ დაემორჩილონ მითითებას ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არამედ თვითონაც მოწადინებული იყვნენ, რომ რაღაცები არიან, იგივე რაც დენ შეეხება და სხვა. თუმცა შეიძლება გარდამავალი პერიოდის ჯერჯერობით ესეთი რომ არ არის ხელისუფლება აღებული ხელში მთლიანად, ამისიც იყოს გარდამავალ პერიოდს ახასიათებს ხოლმე მსგავსი რა, მაგრამ ძირითადი ვექტორია სწორი, ამას გზნობს მოსახლეობა, ამას გზნობს ყველა თქვენგანი, ყველა ჩვენგანი და მე ვთვლი რომ ეს პრობლემები არის მაინც წვრილმანი პრობლემები, რომელიც გზადაგზა მოწესრიგდება და მოწესრიგდება სამართლიანობის და კანონიერების ფარგლებში. თქვენ პროვოცირება ახსენეთ ქალბატონ გოგოლი, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ადვილია ამ ადამიანების მართვა თავიანთი პრობლემიდან გამომდინარე. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ნამდვილად განიცდიან მსგავს პრობლემას და შესაბამისად თუ ოდნავ რაღაცა იქნება, ისინი ძალიან აქტიურად გამოვლენ თავიანთი პრობლემების ხმამაღლა გამოსაქმნელად. რისი გაკეთება შეუძლია კოალიციას თუნდაც აი ამ ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად, იმიტომ რომ იქ ჩვენ ნახეთ უკვე რამდენიმე ფაქტს აქვს ადგილი, 1 და 2 კი არ არის, ანუ რეგიონებში ძალიან აქტიურად იჭრებიან დევნილები. როგორ შეგიძლიათ თქვენ გააჩეროთ ამ მომენტში ეს მოსახლეობა, თუნდაც იქამდე მივიდეს სათქმელი თქვენი საპროგრამო გეგმიდან და რას აკეთებს ახალი მინისტრი ამ დროს? აი ეს როგორ ჯერ ერთი სწორედ ის რომ ეს პრობლემები დაგროვდა ნამდვილად არის წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ ბრალი და მისი მუშაობის შედეგი, იმიტომ რომ არ იყო გათვალისწინებული არც დევნილთა ინტერესები, არც ვთქვათ ის მოთხოვნები, რასაც ევროპული სტრუქტურები უყენებს დევნილების მიმართ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ასეთი მოთხოვნები არის არა მხოლოდ რაღაც ჭერის მისცემა, არამედ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მას დასაქმების საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ დევნილები, რომელიც ნამდვილად იძულებით და ძალადობით გაასახლეს რაიონებში, დღემდე ვერანაირ სარჩო საბადებელს ვერ პოულობენ. თბილისი მაინც ისეთი ქალაქია, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სადღაც ძიძად იმუშავებდა, სადღაც დაალაგებდა, სადღაც რაღაც გაყიდიდა, თქვათ ივაჭრებდა სულ მინიმუმი და ხა ფოცხოეცერში და გინდა ფოთში რა უნდა გააკეთოს ამ დევნილმა. ამიტომ ბუნებრივია რომ როგორც კი მათ დაინახეს რომ რაღაცა შანსი არის რომ მოწესრიგდეს მათი ცხოვრება, მაშინვე ესე იგი ამას არ უნდა და ბევრი რაღაცა, მაგრამ მაინც ხა პროვოცირება მე იმიტომ ვახსენე რომ ვიღაცა არის რომელიც ეუბნება მოდი ახლა დავიწყოთ და შევიდეთ ამ შენობაში. ეხლა ამ შენობაში და გარკვეული ორგანიზაცია ხდება ამის, ეხლა ფლათესი არ არის რომ ვისაც უნდა იქ მიდის, ხო? მაგრამ აი ზუსტად ის რომ იმ წინა ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ მოახერხა, არ მოახერხა, უბრალოდ მოეწესრიგებია ეს საკითხი, სტატისტიკაც არ არის მოწესრიგებული. რეალურად რამდენი დევნილი ყავს, რამდენია საქართველოში, რამდენია საქართველოს გარეთ, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი, ასე ვთქვათ, გამართლება როგორი, წყალებში გამართლება. როდესაც მოდის დახმარება, როდესაც მოდის თანხა უცხოეთიდან და დაფიქსირებული ყავს 300,000 დევნილი, ამ თანხას იღებს სრულად, მაშინ როდესაც საქართველოს შეიძლება 150,000 დევნილია დღეს. ჩვენ ვიცით რომ დევნილების ძალიან დიდი ნაწილია წასული რუსეთში, წასულია უცხოეთში, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ აღირიცხებიან იმ დევნილების სიაში, დაწყებული არჩევნებიდან, დამთავრებული დახმარებების და დამთავრებული იმ სამუშაოთა მოცულობებით, რაც არის გამოყოფილი ამ საქმეზე. ნუ მაგალითად, ეხლა თუ 300,000 დევნილი ყავს, გაცილებით მეტი ფული მოდის, ხო, იმისთვის რომ მოაწესრიგო მათი ცხოვრება, ააშენო, გაუკეთო და სხვა. ამიტომ ეს
ეს იყო დამატებითი შემოსავლის, როგორც კერძო ვიღაცის ჯიბეში ჩადიოდა, ისე იმ წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ასე ვთქვათ, ზედმეტი ფული ჰქონდა აქედან, ხო? ამიტომ სტატისტიკა მოუწესრიგებელია და ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ისიც კი არ ვიცით, ვინ მიიღო უკვე ბინა, ვინ არ მიიღო, ეს ყველაფერი არის დამახინჯებული. ამიტომ ახალ ხელისუფლებას პირველ რიგში მოუწევს ამის დადგენა. ვინ არის, ვინც უკვე მიიღო ბინა, ვინ არის, ვინც იყო მიიღო ბინის საფასური, ვინ არის, ვისაც ნამდვილად ჭირდება და არა აქვს ეს, ვის უნდა დაუკანონო, არ დაუკანონო, რა შეიძლება დაუკანონო, იგივე სოციალური სახლების მშენებლობა ალბათ დაგვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ერთხელ და სამუდამო ჭერი ქონდეთ. ესე იგი ძალიან რთული საკითხებია გადასაწყვეტი წინ და მე ვთვლი, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიდა სწორედ იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა მეტნაკლებად მოაგვაროს, რაც ხალხში დაგროვდა, ამისკენ ძალიან რეალურ დაბეჯებს გადადგამს და ბატონმა ბიძინამ თქვა კიდეც ერთ-ერთ გამოსვლაში და საპროგრამოშიც არის ესე, რომ ბოდიში მოუხადა საქართველოს სხვა მოსახლეობას იმის გამო, რომ პირველ რიგში ჩვენ დევნილების პრობლემის მოწესრიგებაზე უნდა მივმართოთ ჩვენი სახსრები და ჩვენი ძალისხმევა და ეს გაკეთდება, მაგრამ აბა ცხადია უნდა დრო. იმიტომ რომ მე მაგათად მე თვითონაც ვიცი გამოცდილებით, რომ არის რაღაცა მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც შეიჭრებიან, ადრეც ხდებოდა ესე, აიღებენ რაღაცა ბინებს, მერე იმ ბინებს გადაყიდიან, გადმოყიდიან, ეს მე არ ვიცი, მხოლოდ ყურმოკრულად ვიცი, რომ ჩემი მაგალითად ერთ-ერთი მეზობელი ზუსტად თავის ძმის და დედისთვის უნდოდა ბინა უფრო ახლოს და იქ შეჭრილ ქალებთან იყო მოლაპარაკება, მათ მისცა ფული და მათ დაუთმეთ ეს ბინა და მერე კიდე სხვაგან შეიჭრებიან, ასე რომ რაღაცა ბიზნესიც კეთდებოდა ამით. არ არის ეს გამორიცხული, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები მოწესრიგდეს, პირველ რიგში რეალური ვითარება უნდა დადგინდეს და უნდა დაიდოს, რომ ამდენი დევნილი, ამდენი აქ, ამდენი ფართობი გაცემული, ამდენს არ აქვს. ეს უნდა იყოს პირველ რიგში და მერე უკვე კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია. ქალბატონო გუგული, რაც შეეხება სოციალურ დახმარებათა საკითხს, ასე ვთქვათ, გარკვეული კითხვები მაინც არის, ანუ არ არის გამოკვეთილი ახალი ხელისუფლება დააფინანსებს თუ არა ამ სოციალურ პროგრამებს. იყო საუბარი, რომ მერიას ჩამოერთვა, მაგრამ გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს და თუ არ დაფინანსდა, აი მე რწმუნდეთ, რომ ვინც არ უნდა თქვას მე რომ ეს არის პროვოცირებული, აი თუნდაც ბაღის დაფინანსება ერთ-ერთი აქციონერებს შორის, ასე ვთქვათ, მეც ვიქცე აქციის მონაწილეთა შორის, იმიტომ რომ ბავშვების გადასახადი იმდენია ბაღში, რომ არა აქვს მერის დახმარება, დაფინანსება ნამდვილად მე პირადად ვერ გადავიხდი და არც მწვენი ამის თქმის და აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, დაფინანსდება თუ არა ეს სოციალური პროგრამები თუ შეჩერდა? ჯერ ერთი რაც შეეხება ბაგას და ბაღს, თქვენ იცით, რომ ჩვენი პროგრამულში პირდაპირ წერია, რომ ბაგაბაღები და სკოლები, საჯარო სკოლები და მithumetes ბაგაბაღები იქნება უფასო და არანაირი ეგ როდიდან, აი მანამდე ხო შეიძლება ისე დარჩეს ბავშვი ჰაერში. ბიუჯეტში უკვე იანვრიდან ეს გათვალისწინებული. ახლა რაც შეეხება ამ დაფინანსებას. დაფინანსებისთვის, მაგ სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის მერიას ბიუჯეტში აქვს გამოყოფილი თანხა, ხო? ფული დევს მერიასთან. როდესაც წინა ხელისუფლების განკარგულება იყო ეს, რომ მერიიდან უნდა გადასულიყო ამ პროგრამების დაფინანსება ჯანმრთელობის სამინისტროში, ხო? ეხლა აღმოჩნდა ისე, რომ ფული გამოყოფილი იყო ბიუჯეტში მერიას ჰქონდა ამის ფული, ეხლა თუ ის გადავიდა ჯანდაცვაში, მაშინ ჯერ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ეს ფული სად წავიდა, წაყვება თუ არა, დაბრუნდება თუ არა მერიის ბიუჯეტიდან ეს ფული ჯანდაცვის სამინისტროში და მერე უნდა მოვითხოვოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსოს. თორე გამოდის ესე, რომ აი მე თქვენგან მივიღე ფული რაღაც საქმისთვის წლის ბოლომდე, მერე შუა გზაზე, თქვათ 2 თვით ადრე ეს ვალდებულება გადავიდა სხვას და ფული დამრჩა მე. გასაგებია, მაგრამ ეგ ნაკლებად აინტერესებს ხალხს. იგივე ჩემი მეზობლები, ახლობლები, რომლებიც თვითონ ელოდებიან იმ სოციალურ დახმარებას, მრავალშვილიანობის დახმარებას. ეს ისე უნდა განხორციელდეს უმტკივნეულოდ, რომ ხალხი არ დაზარალდეს. კი, მაგრამ ამას უნდა დრო, ხო, ის განკარგულება უნდა გაუქმდეს, ისევე გადმოვიდეს მერიაში განკარგულებით, ან მერიას უნდა ამოიღო ის ფული და მიეცე ჯანდაცვის სამინისტროს. ამას უნდა დრო გარკვეულად. ამიტომ, ესე იგი, ის რაც ხდება, ეს არ არის ახალი ხელისუფლების ბრალი. ეს ყველაფერი გადასვლა თქვენ იცით, როდის მოხდა ეს და ვისი ბრძანებით მოხდა, ხო? ეს არ მოხდა რა ახალი სერგიენკოს ბრძანებით, ეს მოხდა წინა პრემიერ-მინისტრის ივანო მერაბიშვილის ბრძანებით, რომ ესე იგი სოციალური პროგრამების დაფინანსება გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. მაშინ, როდესაც ფული მიღებული აქვს მერიას. ეს გასარკვევადი და გარკვევადი საკითხი ხა. შეიძლება 1 კვირა, 2 კვირა იყოს რაღაცა შეფერხება, მაგრამ საბოლოოდ ხო, მაგრამ აბა რა უნდა ვქნათ ახლა თავის ჯიბიდან სიამოვნებით დააფინანსებდა ბატონი
ბატონი ბიძინა, მაგრამ არა ასმაკ უფლება ამოიღოს თავისი ჯიბიდან ფული და დააფინანსოს. ეს საქმე უნდა გაირკვეს და საერთოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი, ესე იგი, როდესაც ბიუჯეტში ფული გაქვს, ის ფული უნდა მიდიოდეს იმისთვის, რისთვისაც საჭიროა და ამისთვის უკვე პასუხი უნდა აგონ. ეხლა სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, ხო, როდესაც დევს ფული და ეს ფული, არ ვიცით, თუ არ დევს ეს ფული, ესეც დანაშაულია. თუ უკვე გახარჯულია და მერიას აღარა აქვს ფული და გადაწყვიტეს, რომ ჯანდაცვას გადააბარონ, ესეც დანაშაულია, ხო? ამიტომ ამას გარკვევა ხო ჭირდება. და გუშინ და რა 5 დღეა რომ მივიდა ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა. ასე რომ მოსახლეობასაც უნდა ვთხოვოთ, რომ სულ ესე იგი რამდენიმე დღე უნდა გვაცადოს, სანამ გაერკვევა ეს და ფაქტიურად არავინ არ ამბობს პირიქით სოციალური დახმარების გაზრდაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მოცილობა სოციალური დახმარების არ არის რეალისტური, თუმცა გადამოწმდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის სოციალურ დახმარებაში ისე რომ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრობის გამო, რომელსაც ფაქტიურად არ ჭირდება ეს დახმარება და არიან ადამიანები, რომელსაც ჭირდება და იმის გამო რომ ვიღაცის კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს, ვერ მოხვდა ამ სოციალურ დახმარებაში. ესეც გადასასინჯია და ესეც საქმეა, რომელიც გასაკეთებელია. დიახ. ცხადია, იმიტომ რომ ჯერ ერთი არის ერთი რაღაცა. არის ფსიქოლოგიაში ესეთი მოვლენა, როდესაც დიდი მოლოდინები გაქვს და ეს მოლოდინები სრულად არ სრულდება, ეს იწვევს ხოლმე უკმაყოფილების გასცას და შეიძლება ამან აგრესიული ქცევას გამოიწვიოს. ეს არის, იცით, აი რომ ელოდები დიდს და უცებ არ მოდის ეს დიდი რაღაცა მოლოდინი, ხო? ეს ფაქტორი მუშაობს, მაგრამ მაინც მას ჭირდება ბიძგი. ბიძგი ჭირდება და აი ამ ბიძგს ეხლა მე არა ვარ ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ფაქტია გარედანაც რომ შეხედავ ამას, ჩვეულებრივი მოქალაქეები სხვათა შორის ძალიან კარგად ამბობენ ხოლმე გამოკითხვებში და საუბრებში, რომ ბიძგს აძლევს ვიღაცეები, ვისაც აწყობს. იმიტომ რომ ეხლა მოდი რა Facebook-ი და სხვაც ვნახოთ, აქ რაზე ეცეთ მთელი აქცენტი, აი თქვენ ნახეთ რა მოხდება. თქვენ ნახეთ როგორ აირევა სიტუაცია. თქვენ ნახეთ ხო ხართ Facebook-ში შედიხართ, ხო? თქვენ ნახეთ ცოტა ხანში, აი ნახეთ რა იქნება მარტში, რა იქნება აპრილში. ესე იგი ეს აი როგორ გითხრათ, რევანშისტული განწყობილება არსებობს, ხო? ვიღაცეებში. ცხადია, მე ვიტყვი რომ ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეალურად ჯერა რომ რევანშისტული განწყობილებით რამე შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ნამდვილად იცით რაც იყო იმაზე უარესი სიტუაცია საქართველოში. ნუ ხლა წარმოდგენა შეიძლება, მაგრამ არა რეალისტურია და განუხორციელებადია. ამიტომ მე ვთვლი, რომ აქაც ცხადია არის, იმიტომ რომ კიდევ დღევანდელ ახალთაობაში ჩემთან ინტერვიუ და იქ წერდი, რომ პირდაპირ მიმართავდით ციხის ხალხს, ხალხნო, ესე იგი პირსახოცებს ვერ ვაშრობთ და კაი საჭმელი არ მოდის. ამაზე კი პრეტენზია შეიძლება განაცხადო, მაგრამ ამაზე ბუნტის მოწყობა, როცა ერთი თვის წინ რეები ხდებოდა და როცა საერთოდ ხმის გაღების კი არა, ნუ არ ვიცი, ის იყო ადამიანის ყოველგვარი ნიველირება, საერთოდ ადამიანური პიროვნების და რაღირსებაზე ლაღდა ასე დროს მოსახლეობის და მშობლების მოთხოვნა შესრულდა და განთავისუფლდა ხო უფროსი ამ შემთხვევაში. არა, კი, ესე ახლა აქ მეორე რაღაცაც არის, ის ხელისუფლება უწევს ამას ანგარიშს. ეხლა ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი, რომ აი ვინ მოვიდა, რა კადრები მოვიდა, ხა მით უმეტეს ასეთ დაწესებულებაში, როგორიცაა თქვა სასჯელასრულებითი, იქ რაღაცა გამოცდილება უნდა. აი მე რომ მიმიყვანო, იქ ხო ხა წესიერი ადამიანი ვარ ნამდვილად, ხო და გონიერიც და განათლებაც მაქვს, მაგრამ შეიძლება ერთი კვირის და ორი კვირის თავზე ისეთ პრობლემების წინაშე დავდგე და ისე გამაცუროს ამ ტუსაღმა, ისეთი რაღაცეები, რომ ძალიან რთულია, იქ რაღაცა სპეციფიკას უნდა იცნობდე. ამიტომ წარმოიდგინეთ ახლა გამონახო ადამიანი, რომელიც სპეციფიკასაც იცნობს, რომელიც არ არის არანაირ თქვათ შევჩნეული, ახლა ყოველთვის დანაშაული კი არ არის, ხანდახან არის რომ ახლა ერთ-ერთის მიმართ ესეთი იყო, რომ ჩვენ რო იქ გვიდებდნენ წამალს, ეგ ის იჯდა პოლიციაში და ხმა არ გაუღია. ნუ ახლა კაი ვერ გაიღო ხმა, ახლა დღეს უკვე ესეთი სიტუაცია, რომ პოლიციაში ნამუშევარი კაცმა თუ ხელში დუბინკა არ ეკავა და ცუდ საქმეებს არ აკეთებდა, მარტო ის რომ პროტესტს ვერ აცხადებდა რაღაც უსამართლობის წინაშე, ეს უკვე ითვლება, რომ მაინც შედარებით წესიერი ადამიანია, ხო? რომ თვითონ თუ არ მონაწილეობდა რაღაცებში. ამიტომ არ არის ადვილი მონახო კადრი, რომელსაც აქვს თან გამოცდილება, თან სანდოა, თან ესე იგი არავისთვის არასდროს არ უწყენინებია. ასეთი კადრები საკმაოდ ძნელია მოინახოს, მაგრამ ამ ხელისუფლების პლუსი სწორედ ეს არის, რომ როდესაც ატყდა რაღაც თქვათ, იგივე ქავთარაძის მიმართ ეხლა, ხო? კი, ქავთარაძე იუსტიციის მინისტრი იყო, მაგრამ მაპატიეთ ეხლა ბაჩო ახალაია რამეს კითხავდა ქავთარაძეს მაგ დროს, თქვათ, ხო? იყო ნომინალური მინისტრი. მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგანაც ატყდა საზოგადოებაში საუბარი, გადადგა, ხო? ამიტომ ეხლა ეს პროცესი განუწყვეტლივ არ იქნება, ბოლოს და ბოლოს დაღვინდება რაღაცა და ხელისუფლება უკვე იტყვის, რომ ეს არის ჩემი კადრი
და ნუ ახლა ისეთი და ცხადია, ესე იგი ანგარიშს უწევთ საზოგადოების მოთხოვნას და გარდა ამისა, მოთხოვნის გარდა შეიძლება რაღაც ახალი ფაქტები გამოჩნდეს. ეხლა თუ ავიყვანე მე ვიღაც და არ ჩანს არსად ეგ და მე აღმოჩნდა ვიღაცა მოვიდა, ვიღაცა მოიტანა დამადასტურებელი საბუთები, რომ ამ ადამიანს რაღაც გადაცდომა აქვს, რაღაც დანაშაული აქვს, მაშინ ეს ადამიანები პასუხსაგებენ თუ დანაშაული აქვს, თუ გადაცდომაა დაკარგავენ იმ სამსახურს, რომელშიაც ვთქვათ ახალმა ხელისუფლებამ მიიღო. ეს პროცესი იქნება. ეს პროცესი მარტო ზედა კი არა, ქვედა ეშელონებშიც იქნება, ხო? იქ გამგებლები იქნება, იქ გუბერნატორები თუ სხვადასხვა, იქაც იქნება. ჩვენ შეიძლება არ ჩანს ყველაფერი ხელის გულზე, მიიღე ადამიანი დადებითი დახასიათება, კარგი CV აქვს, ვთქვათ და მე გამოვლინდა, რომ რაღაც გადაცდომებში ან დანაშაულში იყო. ვიმეორებ, დანაშაული თუ ექნება, პასუხსაგებს სამართლებრივად, თუ გადაცდომა ექნება, დატოვებს სამსახურს, ასე რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ამიტომ ამაზე ეს არ არის აჟიოტაჟი იმაზე, რომ ვაიმე ესენი თურმე როგორი უნიჭოები არიან, ვერ არჩევენ კადრებს და სხვა. სწორედ ეს იცით რა ეხლა ერთი საინტერესო ის იყო ეხლა შეიძლება მუსტაფას და ვირის ესე იგი ხან ბავშვი დაჯდა და სოფელმა სიცილი დაიწყო მოხუცი კაცი ფეხით მოდის და ბავშვი რატოზის ვირზე და მეორე თვითონ ჩამოვიდა და ბავშვი ფეხით დაჩანჩალებს და თვითონ ესე იგი ხან ამბობენ იმას რომ ესენი რატო არ აყავთ გამზადებული კადრი და რას ეძებენ ამდენს ხან ესე იგი ჩვენი ოპონენტები ამბობენ რომ თავისიანებში ეძებენ კადრებს ეს ეხლა სრულიად ბუნებრივი მოვლენაა პირველ რიგში ეძებ ადამიანს რომელსაც იცნობ ერთობლივი მუშაობით ეხლა ის რომ ქართულ ოცნებაში ხალხი მუშაობდა 1 წლის განმავლობაში და მათგან იქნება დაკომპლექტებული ბევრი ვიღაცა ეს ბუნებრივია იმიტომ რომ 1 წლის განმავლობაში ხო ვნახეთ ვინ ენერგიულია ვინ მიზასწრაფულია ვინ გონიერია ვინ როგორ მუშაობს და შესაბამისად ის ადამიანები პირველ რიგში ყველას ურჩევნია იმ ადამიანთან იმუშაოს ვისაც 1 წლის განმავლობაში იცნობს 2 წლის განმავლობაში იცნობს მაგრამ თუ კი აღმოჩნდა რომ ასეთი კადრი არ აქვს მაშინ გაფართოვდება ძიება და მოვა ესეთი კადრები რომელიც შეიძლება შევარნაძის დროს იყოს სააკაშვილის დროს იყოს რომელსაც საზოგადოება იცნობს ან პირიქით არის პროფესიონალი საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ გამოვლინდა რომ პროფესიონალია. ასე რომ ეს პროცესი არის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესი და ეს პროცესი მეტნაკლებად ასე გაგრძელდება რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ უკვე საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება სტრუქტურა, როგორც სტრუქტურულად, ისე კადრების თვალსაზრისით. ანუ შესაძლებელია ქსანის ციხის დირექტორის განთავისუფლება თანამდებობიდან. გააჩნია რა არის მის წინააღმდეგ. თუ ეს არის უბრალოდ 5 ადამიანს რაღაცა არ მოწონს, ეგ სხვა ამბავია ეხლა მოსაწონი არ არის, მაგრამ რუსთავშიც ესე იყო დაახლოებით 30 ადამიანი. ნუ ეხლა იცით რა, მარტო 30 არა, ეგ შეიძლება რაღაცა გამოვლინდა კიდე ისეთი, რომელიც შეიძლება არ გახმაურდა, მაგრამ გამოვლინდა რომ რაღაცები არის გადაცდომები, ხო? ხა თუ კი მაგალითად ისეთი რაღაცა რომ მე ადამიანი ვიცი, ვიცნობ კარგად და ვიცი თავიდან ბოლომდე და ნამდვილად ობიექტური არაფერი არ არის და ვიღაცა 10 კაცს არ მოწონს, ამის გამო მე სამსახურიდან არ გავუშვებ ჩვენ თანამშრომლობას, მაგრამ თუ იქ ცოტა მეტი რამეა ვიდრე ის რომ ვიღაცას უბრალოდ არ მოწონს, მაშინ გარდა ამისა ეგ შეიძლება ესეც იყოს რომ ვიღაცების მიმართ იმიტომ აგორდეს რომ პირიქით ის ვიღაცა მაგარი იყოს და არ უნდათ რომ ეგეთი ადამიანი იყოს. ასე რომ ეს რთული პროცესია. ქალბატონო გუგული, ორი შეკითხვა მექნებოდა თქვენი პასუხიდან გამომდინარე. პირველი თქვენ ახსენეთ რომ საზოგადოებაში უფრო ალბათ ნაციონალური მოძრაობა იგულისხმეთ არსებობს რევანშისტული განწყობა, აი მოვა მარტიდან ნახავთ. რას უნდა ველოდოთ მომავალში სანამ საპრეზიდენტო ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია და გულისხმობ თუ არა რაღაცა პროვოკაციები შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ მოწყოს და მეორე კადრებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ეს ცალკე თემა მაგრამ ჩაგიკითხებით თქვენ ახლა ერთი გუნდი ხარ და ძნელია უარყოფით მხარეებზე ისაუბროთ მაგრამ ჯერა რომ ყველა კადრი თქვენთვისაც არ იქნება მისაღები იმიტომ რომ ბევრ თანამდებობაზე გინდათ მინისტრთა კაბინეტში თუნდაც პარლამენტიც რა ვიღოთ ბევრი კადრი არის არაპროფესიონალი და ამას თავადაც აღიარებენ ისინი თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად სწორად არის შერჩეული ის წამყვანი პირები ვინც ახლა არიან მთავრობაში და პარლამენტში პირველი შეკითხვა ეხებოდა რევანშისტული განწყობილებას. მე ვთვლი რომ იცით რა, ძალიან ისე ვთქვათ, ეს საქმე დამთავრებულია. ესე იგი, არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში, არ არის. ჯერ ერთი მე კიდეც ვაღნიშნავ ხოლმე, ჯერ ერთი ნაციონალური მოძრაობა როგორც ასეთი ოპოზიცია არც არის. ეხლა სულ უბრალო მომენტი, იცი, ოპოზიცია ხალხს უყვარს და ახლა მე როცა ოპოზიციაში ვიყავი 4 წელი და ახლაც გძნობ რომ ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და დიდი მადლობა და გვიყვარხართ ქალბატონო გუგლის სხვა ასეთი დამოკიდებულება იმ ოპოზიციის მიმართ რომელიც ეხლა ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ არის და მე კიდეც ქუთაისის პარლამენტში ხანდახან კიდეც მეწოდება ხოლმე რომ ცალ-ცალკე კერდადიან ერთად გამოდიან ერთად ჯდებიან მანქანებში ერთად მიდიან მოდიან იმიტომ რომ აქვთ გარკვეული შიში რომ ადამიანება შეიძლება რაღაც ან შეურაცხყოფელი უთხრან იმიტომ რომ ძალიან
ბევრი ადამიანი ყავთ გაუბედურებული, ძალიანად ბევრი ადამიანია რბილად რო ვთქვათ, ნაწყენი მათზე და ასე შემდეგ. ამიტომ ნამდვილი გაგებით ეს ოპოზიცია არ არის. რომ ის ოპოზიცია, რომელიც ხალხთან ერთად იდგა, რომელთანაც შეიძლება ყველა არ მოწონდა, მაგრამ ძირითადად ხალხს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ოპოზიციის მიმართ, ესენი არიან ხელისუფლების რაღაცა ნაწილი იმ ხელისუფლებისა, რომლის მიმართ ხალხს ძალიან მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ, ესე იგი, მე არ მგონია ხა ჩვენი ხელისუფლება გულხელდაკრებილი იყოს და აფუჭოს საქმე, პირიქით ჩვენი мотиваცია და ჩვენი განაცხადია, რომ უკეთესი და უკეთესი იყოს ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ რაიმე მობრუნების და რაიმე დაბრუნების შანსი არის აი ნულთან მიახლოებული, ნული რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც უნდათ რომ ვიღაცა თავისი ახლობლები, თავისი მომხრეები შეინარჩუნონ. ისე როგორც მე წინა საარჩევნო კამპანიისთვის ვამბობდი ხოლმე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ცდილობს, რომ ხალხზე მოახდინოს გავლენა, ის ცდილობს, რომ ვინც ყავს, ის თავისი მომხრეები როგორღაც შეინარჩუნოს. არჩევნებამდე მაინც მიიტანოს ის თავისი მომხრეების რაოდენობა, ხო? დღესაც ესე იგი ეს არის გამხნევება იმ მცირე რაოდენობის ადამიანებისა, რომელიც ჯერ კიდევ სხვადასხვა გარემოებების გამო, ერთი იმის გამო, რომ ძალიან ბევრი კარგად იყო, როცა ის ხელისუფლება იყო და არის რაღაცა მინიმალური პროცენტი, რომელსაც რაღაცათომ აქვთ ხოლმე რაღაც თავის სიმპათიები, ხო? მე არ მინდა კატეგორიებით ჩამოვაყალიბო, ვის აქვთ ხოლმე ეგეთი. არიან ადამიანები ვიღაცა ხელმოსდა თავის დროზე გახსოვთ აი ზვიადი რო უყვარდათ ძალიან, ეხლა მათი ნაწილი გადმოვიდა და მიშა უყვარდათ მერე ძალიან და არის რაღაცა მცირე პროცენტი ასეთი, მაგრამ მაინც ესე იგი რევანშისტული შეიძლება განწყობილი გამონათქვამები იყოს და აი ეს გამოიყენონ ეს საშუალებები, აი ნახეთ თქვენ რა მოხდება, მაგრამ თავის გულის სიღრმეში მე მგონი მათაც იციან, რომ დამთავრდა ეს ეპოქა, როდესაც მათ ჰქონდათ მოbrunების საშუალება, შეიძლება ახალი ოპოზიცია გაჩნდეს, იმ ახალ ოპოზიციასთან უკვე ამ ხელისუფლებას ჰქონდეს თავისი ურთიერთობები, ახალი არჩევნები და სხვა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მოbrunება ხელისუფლების სათავეში, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ამას გეუბნებით როგორც სოციოლოგიაში მომუშავე, როგორც ფსიქოლოგიაში მომუშავე. ეხლა რაც შეეხება კადრებს. კადრებთან დაკავშირებით ცხადია, ესე იგი, ვიღაცა უფრო მოგწონს, ვიღაცა უფრო არ მოგწონს, მაგრამ ერთი არის ნამდვილად, ვინც ეხლა ხელისუფლებაშია, გინდა პარლამენტშია, გინდა ვთქვათ, მაშია ამ ადამიანების მიმართ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება იყოს, რომ ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოვიდა, არავინ არაფერი არ იცის, ვთქვათ, არის მეტნაკლებად ვიღაცა უფრო თლიან მიღებულია როგორც სავსებით კომპეტენტური ადამიანი და ყველანაირად დადებითი, ვიღაცის მიმართ არის ეჭვები, რომ შეძლებს თუ ვერ შეძლებს, თორე ის რომ მაგალითად თქვათ, რომ ვიღაცა იქ მოვიდა ისეთი, რომელსაც ისეთი წარსული აქვს, რომ არ შეიძლება იმუშაოს, ან და ისეთი იმდენად გაუნათლებელი არ იყოს, ბოლოს და ბოლოს ყველა ამ ადამიანს აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება. მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ისეთ ესენი არ არიან 25 და 27 წლის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, რომელმაც თქვათ, სადღაც კი აქვს უცხოეთში მასტერი გაკეთებული, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა ქვეყანა, რა ხდება და აბსოლუტურად კონფორმულები იყვნენ ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ. იმიტომ რომ მე წინა ხელისუფლებაში არ მინახია, რომ რომელიმე მინისტრს გაებედოს და სიტყვა შეებრუნებიოს, თქვათ, ვინმესთვის, ან პრემიერ-მინისტრისთვის, ან პრეზიდენტისთვის მით უმეტეს. ეხლა ეს ხელისუფლება, ვინც დღეს არის, მათ საკმაოდ თავისუფალი ურთიერთობები აქვთ, გინდა პრემიერ-მინისტრთან, გინდა ერთმანეთთან, იმიტომ რომ გარდა იმ ცოდნისა, რაც მათ აქვთ, ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვთ. ესენი არ არიან, თქვათ, 25 წლის ბიჭები და გოგოები, ხო? ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღი ატმოსფერო არის. მიუხედავად იმისა, თქვათ, კომიტეტის თავმჯდომარეა ვიღაცა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საპარლამენტო მუშაობისგან, არის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს ეს გამოცდილება, მაგრამ კეთილსინდისიერები ადამიანები არიან, სანდო ადამიანები არიან, ღია არიან იმისთვის, რომ ისწავლონ, გაერკვენ და ასე რომ, ესე იგი, ეს თვითონ ნდობის კრედიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი იცი, რომ წესიერი ადამიანია, განათლებული ადამიანია, ღია იმისთვის, რომ ყველაფერი შეითვისოს, გისმენს, გაიგოს და სხვა, ეს უკვე გაცილებით უფრო დიდი ნდობის კრედიტია ჩემთვის, ვიდრე რომელიც ადამიანი, რომელიც მოდის, ცოდნა აქვს, თქვათ, მაგრამ აი როგორ გითხრათ, არაფერს არ ხედავს გარდა იმისა, რაც თვითონ უნდა ამ ქვეყანაზე, ხო? ამიტომ ჩემთვის მაგალითად, აი როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცა პროფესიონალი, ნუ პროფესიონალი ისიც ძალიან, ეხა წინა ხელისუფლებაში ცხადია, მე არ ვიტყვი, რომ იქ არ იყო ხალხი, რომელიც საქმის გამკეთებელი იყო, ცხადია, მაგრამ არა პირველ დონეებზე, საქმის გამკეთებელი ხალხი იყო მესამე დონე.
როგორც წესი, რომლებიც სამინისტროში და სხვაგან აკეთებდნენ საქმეს და უბრალოდ რასაც დაავალებდნენ და მე ის როგორ წარმოჩინდებოდა, როგორ გამოიყენებოდა რეალურად მართვაში, ეს იყო პირველი და მეორე დონის გადასაწყვეტი და აქ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები სულ წოთა კეთილსინდისიერები იყვნენ თავის პროფესიონალურ საქმიანობაში. ისინი რომ კეთილსინდისიერები ყოფილიყვნენ, ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა სხვათა შორის, მათ რო ქონოდათ კეთილსინდისიერება პროფესიონალური და თანამდებობრივი. იმიტომ რომ პროფესიონალური და თანამდებობრივი კეთილსინდისიერება შენ გავალდებულებს, რომ როდესაც რაღაცა არ არის შესაბამისი შენი პროფესიისა და შენი კეთილსინდისიერების უნდა თქვა. მე პარლამენტში რო ვიყავი, სულ ამას ვამბობდი, სულ მიკვირდა, რომ თითქმის არ იყო ადამიანი, რომელიც ადგებოდა და იტყოდა, რომ ჩემი აზრით ეს არ არის სწორი. აი, უნდა ვეკითხა უკაცრავად. ზუსტად ეგ კითხვა მქონდა თქვენთან, რომ თქვენ როდესაც პარლამენტში იყავით, ნაციონალურ მოძრაობის სით, ერთადერთი ვისაც ვიცოდით, რომ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების არ შეეშინდებოდა, იყავით თქვენ და ყოველთვის გეწერდით ხოლმე თქვენ კომენტარებისთვის და აპირებთ თუ არა, ანუ ახალ ხელისუფლება, ახალ პარლამენტშიც იგივე კურსი. ადამიანი ტიპოლოგია ადამიანის არ იცვლება. უბრალოდ მე ეხლა უფრო მეტი იმედებით ვარ და რეალური მოლოდინები მაქვს იმის, რომ ეს ხელისუფლება გაცილებით კი არა, მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა ნორმალური იყოს და ადამიანი არ დაიკარგოს. არის აი ესეთი ხალხი შეიკრიბა, ეს არის ბატონი ბიძინას დიდი დამსახურება, სხვათა შორის რომ ბატონი ბიძინა ძალიან აი როგორ გითხრათ, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ცოტა მოგწონს, მაგრამ აი ეს ადამიანურობის მომენტი, რომ აი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ძალიან არის სხვათა შორის. ის რომ აი ჩვენ ზუსტად ვამბობთ, ესე იგი, რომ აი რას ნიშნავს ნორმალური სახელმწიფო? ნორმალური სახელმწიფო არის ადამიანზე ორიენტირებული. ცარიელი სიტყვებით კი არა. იქედან უნდა გამოხვიდე. ესე იგი, ხიდს ააშენებ თუ კონცერტს გამართავ თუ სოციალური დახმარება გექნება, უნდა ადამიანს უნდა ხედავდე. აი შენ მოქალაქეს უნდა ხედავდე, რამდენად საჭიროებს ეს ადამიანი ამას, ხო? და აი აქედან უნდა გამოდიოდე და მე გავაგრძელებ ზუსტად თქვენას, რომ სწორედ მე ის მიკვირდა წინა პარლამენტში, რომ არავინ არ ცდილობდა, რომ თავისი აზრი ეთქვა, თორე იცით რა შეა, როცა აი სულ მარტივი რაღაცა შეიძლება მაგათად რაღაცის აშენებას თხოვენ არქიტექტორს, ხო? არქიტექტორი ამბობს, რომ აქ ამის აშენება არ შეიძლება რაღაც არქიტექტურული იმით. მოხსნიან იმ არქიტექტორს, ხო? ხელისუფლება მოხსნა. მოვიდა მეორე არქიტექტორი. მეორე არქიტექტორიც ამბობს, რომ აქ ამის აშენება არ შეიძლება. იმ მეორესაც მოხსნიან, თქვა. მესამე მოდის კეთილსინდისიერება ამბობს, არ შეიძლება. იმასაც მოხსნა ბოლოს და ბოლოს უკვე რეალობის წინაშე დგება ის, ვინც ავალებს ამას და დაინახავს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. სამწუხაროდ ასეთი ადამიანების რიცხვი საერთოდაც ალბათ ბევრი არ არის და მით უმეტეს აი წინა აი მთელმა 8-9 წელმა და მანამდე სხვათა შორის გააკეთა ის, რომ ადამიანები ურჩევნიათ თავისთვის გულზე სკდებოდეს პროფესიონალური რაღაც არ არის კარგად და ხმას ვერ იღებს ვერავინ, ხო? აი ასეთი სიტუაცია ამ ხელისუფლებაში არ არის სხვათა შორის. აი მე რწმუნეთ ის გამოცდილება, რაც მე მაქვს ამ ხელისუფლების ადამიანებთან ურთიერთობაში, ყოველთვის გაქვს შენი აზრის დაფიქსირების საშუალება. ამბობ შენას ეხლა რაღაცას მიიღებენ, რაღაცას არ მიიღებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ატმოსფერო არის. იგივე ვთქვათ, როდესაც შერჩევა იყო აი მინისტრების და ამის, ხო? ყველა ამბობდა რაღაც თავი. მე მაგალითად 4-5 გვარი მაქვს დასახელებული განათლების მინისტრად, ხო? მე იქ მსჯელობენ, ზოგმა თვითონ თქვა უარი, ზოგი უცხოეთშია და არ უნდა და ჯერჯერობით ჩამოსვლა, მაგრამ ეს თავისუფლება რომ რაღაც გვარები გვეთქვა ჩვენ, ეს თავისუფლება იყო თითოეულ მათგანს ჰქონდა ეს. ან რაღაცა შეთავაზება რაღაცის. ამის შესაძლებლობაც არის რომ შეთავაზო რაც გინდა. ასე რომ ესე იგი ეს ატმოსფერო გაცილებით უფრო თავისუფალია, გახსნილია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი მხარე. პირიქით, მადლობთ.